მე-9 ევან მელიგანი, 10 ლუკა ზაქრაძე, 19 ნოვრით სერგი ნინოა, დეიან პროკიჩი გახავთ თავარი მწვრთნელი თბილისის რაშსა. მარინა შალამბერიძე, ალთანი კუხიანიძე და ბეკა ჭაჭუა მომსახურებიან დღევანდელ შეხვედრას. კომისარიკი გახავთ ვეტერანი დინამოელი კალათბურთელი მიგია სანაძე. დაიწყო შეხვედრა, პირველი შეტევა არის რაშის ვეირი, გადაკიდა ვერ ჩააგდო დამატებაზე პირველი ქულები მოუტანა რაშ მელიგანმა. მივადევნებთ თვალს დელტას შეტევას. ლიავა შემდეგ ცდილობდა შეტევის დაგვირგვინებას. უსმანაშვილი არ გამოვიდა და უკვე საპირისპიროდ უტევს ზაქრაძე. რომლის ტყორცნაც არ გამოდგა ასევე შედეგიანი როგავა ბურთით და გვაქვს შორეული ტყორცნა ზუსტია სამიკულა, რომელიც ბარტონის სტატისტიკურ მონაცემებში ჩაიწერება. უახლოვდება რეგულარული სეზონი ნელ დასასრულს, დარჩა ერთი ტური სათამაშო და ასევე გადადებული ტური გასაგები მიზეზების გამო, რაც ეკავშირდებოდა პატრიარქის გარდაცვალებას ჩატარდება და გაირკვევა ყველა ის გუნდი, ვინც ითამაშებს პლეი-ოფში და ასევე ის თუ ვინ ის მოუწევს ლიგის მეორე ადგილოსანთან გარკვევა მემისა ვინ გადმოვა და ვინ დარჩება, ვინ დაქვეითდება რანგის დაბალ ლიგაში, ვინ აღზევდება სუპერლიგაში. ეს იქნება კასპიის გრიფინი, ანაც ლიბერტი. ისინი თამაშობენ ფინალში. მისობაში ბარტონმა მეორე სამკულიანი ჩააგდო და ეხლაც ის არის შეტევაში და მშვენივრადაც მოათავსა ბურთი კალათში. 7-2 დაწინაურდა დელტა და საჯარიმი ტყორცნის უფლებაც მოიპოვა ბარტონმა. დელტას ლეგიონერი თქვენს ეკრანებზე. ჩააგდო ესეც. ყველა ტყორცნა ჯერჯერობით, რაც კი მან ამ საწყის წუთებში შეასრულა, ბარტონის პასუხისმგებლობაში ზუსტი გამოდგა. 8-2. ვერი გადაიტანა ბურთი მეტოქის ნახევარზე. პარაშუტი, არ ვარდება ეს ბურთი და ავახსნის. შემდეგ ისევ ბარტონი გაუშვა, ამჯერად უშლიდა ხელს მას ვერი და ვერ ჩააგდო, შემდეგ ასკულეისკირზე. ისევ ბარტონი კიდევ ერთი ცდილობა, არა, ამჯერად ცრუ მოძრაობით ჩამოიტოვა ვეირი, შევიდა ვერ ჩააგდო, მაგრამ კულეისკირმა მოხსნა და თვითონ გადაამისამართა მოცი კალათში 10-2. მაგი დასაწყისია დელტას. ზაქრაძე აუშვა, არ ჩავარდა, მოხსნა ვეირმა და დასნაირი უხერხული ტყორცნით მოათავსა ბურთი კალათში 10-4. ლიავა მელიგანი მის წინააღმდეგ არაძლევს როლის საშუალებას და დაუფარა კიდევაც მეორე შანსი მიიღებულია, ვერ ჩააგდო მელიგანმა, ვერ მოხსნა. ბარტონი დაეუფლა, გაუშვა სამიანი, არ ჩავარდა, მაგრამ იქნება 3 ტყორცნა. ევან მელიგანი ღებულობს პერსონალურს. დასაწყეთია, რა თქმა უნდა, გურჯაანელთა გულშემატკივრებისთვის ის, რომ გუნდი ტოვებს სუპერლიგას, მაგრამ ისეთი კატასტროფული შედეგები, რაც გუნდმა პირველ წრეში დააფიქსირა, ანუ 10-დან 10 თამაში წააგო, ამ სხვა, ასე ვთქვათ, უკეთესის იმეც ნამდვილად არ ტოვებდა. შემდეგ მეორე წლის დასაწყისში სცადა სიტუაციის განსხვავება, რამდენიმე მატჩი მოიუყიდეს, მაგრამ ბოლომდე, ასე ვთქვათ, ვეღარ შეძლო გუნდმა გამოესწორებინა ეს სავალალო მდგომარეობა. ბარტონმა ამასობაში კიდევ უფრო გადადა მისი გუნდის
ფორა 9 ქულამდე აიყვანა 13-4 იანვარში ზაქრაძე უწევდა არ ჩავარდა და მელიგანმა ძალიან შორიდან გაუშვა არც ეს არის რისკი ტომასი ვერი მანამდე ჯარიმა თულეისტირმა აწია ხელი გვერდითი ხაზიდან განახლება თამაში განახლება ზაქრაძე შეიტანა თამაში გაითამაშა ვერთან შემდეგ ნინოა ისევ ზაქრაძე შვენიერი შესვლა და 2 ქულა 13-6 ბარტონი ბურთით რომელიც ლიდერია და ბომბარდირი ჯერჯერობით ან განვლილ 4 წუთში აქ კარგი იყო ზაქრაძე ართვაბურთი ჩაჭრა თითოეული გადაცემებული აღას მისამართი და კიდე უფრო შეამცირა ჩამოშინა 13-8 ბარტონი ლეისკიძე პასი ჩვენება გარბენი სავარაუდოდ ასეა ლეისკიძე მეტი ნაბიჯების გარდა მოუხდა ბურთი არ ითვლება და მელიგანი შეიყვანს მას თამაში ტომას გადაულოცა შეტევის წამოწყების პატივი ჩინება ასე ითქვას ტომასმა ბევრი არ იფიქრა გაუშვა და ვეჩალდო აქი ნინოა რა კარგი იყო დატოვა ბურთი თამაში ისე ტომასი ორი ნაბიჯი შევიდა ამჯერად კარგად გაისაჯა ბრავო ნინოას მისი დამსახურება ის რომ ეხლა 2 ქულა აიღო ტომასმა და სრულიად რაშმა ლეისკირის საშუალო მოკლეა ბურთისთვის ზაქრაძე ეუფლება და შემდეგ მიღებულობს ჯარიმას ალურსმანაშვილი კაკუჩუხიძე გამოჩნდა ამასობაში მოედანზე 34 ნომერი შეცვალა მან წულეისტირი სებატონი აქტიურობს შედახელს ვერი ძალიან შორეული ესეც ჩააგდო არ ითვლება ბურთი და შეტევაში ჯარიმა როგორც ჩანს იბატონო დაჯარიმის ბარტონი ნინოამ ზაქრაძეზე შეიყვანა ბურთი თამაში და სწორედ მეათე ნომერი რაშისა მანაშვილი კიდევ ერთ პერსონალურს რებულობს სერგი ნინოა ოძებნავერი პატრიოტა კარგად დაუყრიალდა ჩუხიძეს 2 ქულა 1 ქულამდე დავიდა ჯანის უპირატესობა 13-12-ია როგავა ბურთით იავა ჩვენება არესროლა დაიძრა შევიდა სამწამიანში და კარგადაც გააკეთა ყველაფერი შეტევაში გარბოდა ზაქრაძე ვეჩალდო, მაგრამ ვეირი გახდა ადგილზე მოიგო ბურთის ბრძოლა მეტოქის ფარზე და 2 ქულა როგავა შორიდან სუსტია ვაზ როგავა 18-14 დელტას ეთყობა რომ თავისუფლად თამაშობს არანაირი ტვირთი გუნდს აღარ აქვს ვეირი ცდილობდა ვეჩააგდო შემდეგ ნინოამ მოხსნა მელიგანი ისიც კარგი იყო თითქმის იგივე სტილში მოათავსა ბურთი კალაჩი როგორც ბულიავა საპირისპირო ფარში ბატონი აქტიურობს ყველა შეტევას იწყებს პრაქტიკულად
და აკი დააკარგინეს ბურთიდან ისე დააკარგინეს რომ მის ხელიდან დატოვა მოედნის ფარგლები და გადაეცემა რაშს 3:21 წამი პირველი მეოთხე დის დასრულებამდე სატურნი როცხილში პირველ ადგილზე ანუ ერთპიროვნული ლიდერი არის 32-14 მოგებისა და 4 წაგებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, შემდეგ 3 გუნდს აქვს 12 მოგება და 6 მარცხნივ 30-30 გუნდა ბათუმს მარგვეც და ქუთაის ორბი და თელავი 27 გუნდით არიან შემდგომ ადგილებზე შესაბამისად მეხუთე და მეექვსეზე 9 მოგება წაგებით მეშვიდე ივერიონია 8 მოგებით 11 მარცხნივ ასევე 27 გუნდით ანუ ერთი მატჩი მეტად ჩატარებული და ოპა არტონი ავარხუმლოზეს გაიხსნა მისი მაჯა როგორც იტყვიათ სამიანებს ტრის პანტა პუნტით 28 ინუ აბურთით მელიგანზე გადაცემა აიწია გაუშვა ბოლო წამზე მაგრამ ჩავარდა ინუას აქტივში ეს ორი ქულა გავან დაუტოვა თავის მონსტრუქი. ბიჭო ხვედელიძე და ოთარ ხუჭვაც ჩაერთან დელტას რიგებში თამაში ამასობაში მე სატურნირო ვითარებას გაცნობდით. დატოვა ბურთი ვერმა მოედანში ტომასი დატრიალდა გაუშვა და ჩააგდო. წინ გაიყვანა თავისი გუნდი პირველად ლევანდოვსკის ხელში 22-20 გავა სტელობა კუჭუხიძეზე გადაცემის გაკეთებისა არავის პროგრამაზე აქ ვერც ბარტონმა ივარგა და აბა ტომასის შორეული არ ვარდება უამ მოხსნა და ბარტონი კიდევ ერთი სტელობა ეს კაცი ვარჯიშობს შორი დაცვლებში ვარჯიშობს და თან შედეგიანად კიდევ ერთი სამკულიანი 23-22 გალაძე თამაშობდა და დაკარგვა საბოლოოდ ბურთი ისევ დელტას შეიძლება თულეისკირი ბრუნდება მოედანზე ჩუქიდე დაისვენებს ასევე ბულიავა როგავა დაждდება სათადარიგეთისგან თამაში ხუჭვა განაახლოს Ява учитывая уდგას ჩაჭრაბურთივერმა გადასება ბარტონზე კეთდებოდა ჩერება შეტევაში დელტა ყოველთვის შევეით 45 წამიზე 12 პირველი ასრულებამდე თულეისკირი ბურთით არავინ არ ეხსნება და ასეაც შეიძლება თუმცა როც გავიდა მიატოვეს ყურადღებოთ თულეისკირი და იზღარ არ შემოდა ბურთი ფარის მიმართულებით გადაიგდოთ ხორცნაც არ იყო ეს შეიძლება ბარტონი დაისვენებს როგავა ბრუნდება თამაში ტომასი გალაძე შემდეგ მელიგანი Უშლის მასხელს, მელიგანი სოლა ვერ ჩააგდო, ზოლა ბურთისთვის, ნუა ბურთთან ჯვაჯარდება იქნება ორის როლა. დელტა სამოწურული აქვს ლიმიტი, 2 აქვს ხოლმე ამ მეოთხედში უნგური შენიშვნებისა. მასპინძლის რანგში მოასპარეზე თბილისის რაშს. სერგი ნინოვა შეესწება მისთვის პირველი არა, ორი ქულაც ხომ ამას. პირველი საჯარიმო, ესე ვთქვათ.
ჩააგდო. ათანა ბრანგაში 23-23. ესეც ზუსტია და უკვე წინ არის რაში 24-23. მელიგანი დაჯდა რაში შემადგენლობაში სკამზე. გულიაშვილი ჩაერთო თამაში. Rogava, Tuleyskiri, ხოლო წამზე გადაკიდა ბურთი, არ ჩავარდა, ასე რომ პირველი მეოთხედი 24-23 ერთგულიანი ეს ალიგის ფინალური სერიიდან. განახლა მასობაში ჩვენი მატჩი, ანუ მეორე მეოთხედის პირველი წამები და განახლა ის დელტა ბარტონი ბურთი. Tuleyskiri, პარაშუტი ჩაეშვა კალათში, რიკულა 25-24. მოგალაძე დაურიკულა მარტონი ზაკრაძემის წინააღმდეგ Tuleyskiris თავაზობს თავს, არა. ეხლა მიიღო პასი მარტონისგან და შორეული ყორსნა გვექნება ბულიავა შესრულებით, არ ვარდება ვერს ვინაჯობებს თავტოვა ნებუთი თავის გუნდს. ბულიაშვილის პასი თომასზე არ ვარდება, მოხსნა ბულიავამ. თავად გადაიტანა მეტოქეების ნახევარზე ბურთი. პარტნიორები ჯერჯერობით არ იყვნენ ჩასულები. ეხლა პერიმეტრზე გამოტანილი ბურთი ძალიან ცუდი ნაკორწნი. უჯახ ვეგელიცის მიერ ბურთი ფარსაც და საერთოდ. რაში შეტევა გოგალაძე გადაიტანა. შევიდა ვერზე ჩაკიდა სამწამიანში პირველი შანსი ვერ გამოიყენა ვერც მეორე აი მესამე ცდელობა კი ზუსტია ორი ქულის მომტანი და კმაყოფილი გაუმეტყველება მის სახეზე. ბულიავა შორეული ყორცნა არ ვარდება Tuleyskiri წნის ისევ ბულიავა უწევს დაიჭედა გამოტანა ბარტონზე მისი სამიანი ამჯერად ტრაექტორიაზე ცეცხლობდა რომ არ ჩავარდებოდა მარტი მელიგანი მშვიდად და წნარად ორ ქულას მოიპოვეს მიას გადაცემის შემდეგ 30-25 ხუთი ქულით გაიჭრა წინ დაში Rogava Tuleyskiri მარცხენა ხელით კაუჭი არ ვარდება ისე სწრაფი შეტევა რაშისა ზაკრაძე ორი ქულა და 32-ით 25-ით შესვენება დას დაამრიგებელმა დაბრუნდნენ გუნდები მოედანს მიიღეს მწვრთნელების განჩევა დარიგებები და განახლა თამაში დაიწყებს თავისი საყრას აკეთებს Rogava Tuleyskiri's პასი Rogava ინუამ ჩაუჭრა პასი ბულიავას თუმცა რჩება მოჯანული კლუბი შეტევაში ბულიავა ბარტონი და კიდე არ მიიღო ბოლო წამზე ნაკორწნი ბურთი კალათმა მელიგანი ვერზე ამჯერად არ გამოვიდა ეს ბურთის კალათში გადამისამართება ბარტონი საშუალო გაუშვა ჩააგდო და 27 გოლაძე შორეული ყორცნა არ ვარდება მოხსნა Rogava ბარტონი ბურთით
კიდევ ერთი მცდელობა საშუალო არ ჩავარდა ამჯერად. საფრანგეთის მოხსნა და ნინუაზეა პასი, შემდეგ მელიგანი ვარქვეს სამწამიანში. ვეირიც აგროვებს გულებს. ისი შეჩერება სამწამიანში არ არის მარტივი საქმე. ულიავა ლეისკირი სამკუთხედი როგავათი გაგრძელდა. ბარტონი ჯიუტადის ფრის და ამეთქებს. 34-20 მელიგანმაც სადა არ გამოვიდა როგავა მოხსნა. ულიავა ბარტონი დადგება გაუშვებს რა ინაღლება. მაგრამ ამჯერად ვერ ჩააგდო. როგავამ გაუშვა სამიანი, არც ეს არ ჩავარდა. სწრაფი შეტევა აღარ დააწნარა. თამაში ნინუამ დაელოდა თანაგუნდელებს. ავად გაუშვა ორიანი ჩააგდო და +1 საჯარიმო კორსის უფლებაც მოიპოვა სერგი ნინუა. მესამე პერსონალური ოსმანაშვილმა კი მესამე პერსონალური მიიღო. სულილება დელტას რიგებში ოსმანაშვილი გადაჯდა სათადარიგოთა შორის მანიჟაშვილი ლევან მანიჟაშვილი 90-ით ჩაერთო თამაში. ბარტონი ბარტონი არ ვარდება ვერ მოხსნის რა თქმა უნდა მეგდას გადააწოდა მიდი და გააჩერე ესე სიჩქარე აკრეფილი ვერი ისი მიდიკური აბარიტები შიშის ზარს დასცემს სამწამიანში მდგომნების მიერ გააუწევს თორსა ასეთ სისტრაფით მოექანება ისკენ ცენტრი რაშისა აქ წულეისკირმა აიღო 18-22 როგორ აღებულობს პერსონალურს ამხრივ უპირატესობა ჭალებში კლავ დელტას აქვს როგორც პირველ მეოთხედში 2-0-ზეა უნგური შენიშვნები მელიგანი გაიყვანა ტომასის სრულიად უმეთვალყურე ძალიან ცუდად ისროლა ტომასმა გადააცილა ბურთი კალაც ბარტონი შეეძლო +1 ალბათ მოეპოვებინა რამ არ გამოვიდა ტომასმა მიიღო პერსონალური და ბარტონი დაგერა ჩემპიონი ორსნების შეფასებულად და გვაქვს უჩესონება რომელიც ამჯერად რაშის თავარმართულმა აიღო დააფუჭა პირველი ნატყორცნი ბარტონმა მეორე ჩააგდო 38-33 გავიდა ამ მეოთხედის ნახევარზე მეტი 4 წუთი და 10 წამი დიჩესვენებამდე კარგი პასი უგალაძის კონვეირით როგორც ითქვა ბიტანილი ვეირამდე და მანაც ორი ხელით ზემოდან ჩადო ბურთი კალაჩი 40-23
Rogava გავიდა თავისუფალ პოზიციაზე სროლა, მაგრამ ვერ ჩააგდო. ცდილობდა ბურთის დაეუფლებას, თუმცა ნინუამ არ დაანება ეს. Rogavadzის შეტევა წესების გარღვევით შეაჩერეს. მანიჟაშვილი ებულობს პირველ პერსონალს. Rogavadze კი აგდებს საჯარიმოს პირველი მცდელობა ზუსტი იყო, ნახოთ მეორე არ ვარდება, მაგრამ ვეირი აქ არის პირველი ძალიან თითქოს და მარტივი ბურთი უნდა გადაემისა თებინა კალათში, მაგრამ არ გამოვიდა. ვერ ჩააგდო, თუმცა ბურთი დევტას კალათბურთელებმა გვერდით ხასიათით გადააგდეს, სამომისოდ რჩება შეტევაში რაში. Ტომასზე შემოიტანა ბურთი Rogavadzემ, ვეირი ბურთზე ამოსული ტომასი აიწია, თავად გაუშვა, ვერ ჩააგდო. ლეისკირი ჯარიმდება, უბიძგა ხელი ტომას კორსნის შესრულებისას, იქნება 2 სროლა. არ ვარდება ეს ბურთი. პირველი ცდელობა უშედეგოა ტომასისა, მეორეც ასეთივე. რჩება უცვლელი ანგარიში 41-33. ლეისკირი როგორ თავისუფლად დატოვეს უყურადღებოთ, მანაც შეირგო ეს მოდუნება პირველ რიგში ვეირის მხრიდან. ბურთი არ ითვლება, მაგრამ იქნება 2 სროლა. მანიჟაშვილმა მიიღო და დატოვა, პერსონალურად და დატოვა მოედანი. თამაში არიან ჯახვედელიძე მე-11 ნომრით და 34 ლუკა კუჩოხიძე, ასევე სწორედ კუჩოხიძე მოხსნა ახლა ბურთი. ტოვა ის ბარტონს. ბარტონი რეალი საბოლოოდ დაკარგა ბურთი, ნინუა მართვა მელიგანი თავად შეუტევს კი ბარტონი და აიღებს კიდეც 44-35. Rogava შორეული კოცნა არ ვარდება. Როდელიძის ნაკოცნი ბურთი კალათში, ტომასი. ვერი კუჩოხიძეის წინააღმდეგ გადააგდო ბურთი. ვერმა კუჩოხიძემ მაჯობა ჩაბგუჯა ბურთი და არ დაანება ვერს. შესაბამისად შეტევა არის დევტასი. ბარტონი ჰაერში დაეკიდა როგორც იყვნენ ორი გოლა. 44-27. ტომასი, შემდეგ მელიგანი. რა გააკეთა მელიგანმა, თუმცა ვერს არ ბურთი. როგორი ბურთი ჩააგდო. როგორი გადაგდებული ბურთი ჩააგდო ვერმა. 46-27. აქ ცოტა კომიკური სიტუაციები შეიქმნა. ორმხრივი შეცდომები, ბურთის ხელიდან გავარდნები. საბოლოოდ ბურთი რჩება რაშს, მაშინ როცა რჩება წუთი და 22 წამი დიდ შესვენებამდე.
Galadze Elidani ვეზე დაკიდებული ბურთი სიმაღლის წყალობით ჩამოხსნა და ჩააბარა პიგეცის პასი. როგავა ზე და ცუდი გადაცემა. დაიკარგა ბურთი. ამასობაში მოედანზე ზაქრადის ეთამაშება დაკიდებული ბურთი კლავერზე ამჯერად უჭوام ყოჩავა ბურთი აუჩი გადააგდო ფოსფორად ირით ხასიკეთ პარკიშიდან მეტოქს პარკიშიდან მინუა არა გოლადაძის გაუთმოეს უფლება შემოიტანოს ბურთი თამაში და აი მინუა მეხა თვითონ მიიღო გაუშვა სამიანი არ ვარდება მოხსნა ხუჭვა ზაქრადი ჯარიმდება ბოლო წუთი გვაქვს 40.3 წამი. ანახდა მატჩი შორეული ყორცნა დიდი შესრულებით არ ვარდება ხუჭვა ეუფლება ბურთს Gawa Thomas Sepasi უკაცრავად ბატონზე თომასი ვაშვაშია დელტას შეტევა ბოლო წამებზე ხუჭვა კარგად ჩამოიცვა მეტოქეები გაუშვა ოფსნა კეთესის სურვილი დატოვა მოგალაძე ის იქნება ბოლო შეტევა ყველა ამის გარეშე ნინუა სპორტსნა ზუსტია სამი კულით სამკულიანი სპორტსით დაასრულა ახლა მატჩი რომელშიც ერთმანეთს ხვდებიან გურჯაანის დელტა და თბილისის რაში ვინც ფინალში შემოგვიერთდა მეთქვა ეს არის 21 ტურის შეხვედრა დელტასთვის რომ ვთქვათ მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს ამ მატჩს იგან სუპერლიგაში დარჩენის ყველანაირი შანსი გადაწყვეტილი აქვს. რაშისთვის კი მნიშვნელოვანია გამარჯვება, რამე თუ აიწიოს სატურნირო ცხრილში მაღლა მეათე პოზიციიდან გადაუსწროს რუსთავს. ასე ვთქვათ, სამშვიდობოს გავიდეს, აირიდოს თავიდან გადათამაშებაში მონაწილეობა ალიგის მეორე ადგილოსანს. უნდა შეფდეს იმისათვის მეათე ადგილოსანი, მეათე ადგილოსანია, რომ პარტიოს ვინ იქნება მომავალ სეზონში სუპერლიგაში. ასე რომ პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამ შეხვედრას მხოლოდ რაშისთვის პრესტიჟის ხასიათს ატარებს მატჩი. დელტასთვის უშედეგო შეტევები ჯერჯერობით ორივე გუნდისგან 51-27 ნოტი გვაქვს კლავს ანგარიში.
43-37 ნინუას ორი ქულიანის შემდეგ რო გავაბურთით არ ჩავარდა ეს ბურთი ვერ დატოვა ოღონდაც მოედნის პარკლებში ვერმა და შეტევაში კვლავ დელტა იქნება ვერმა მოხსნა ტომასი ბურთით ორი ქულა სუცვერის მორიგი მონაგარი Rogava Tuleyskiri, ისევ Rogava ბურთით. Tuleyskiri გამოტანა თუმცა ბურთი ვერ მიიღო მან. შორეული და ძალიან ცუდი კოცნა. რომანიჟაშვილის შესრულებით. ეს რა იყო? საერთოდ აღარავინ აღარ მიაქცია ყურადღება ნინუას, რომელმაც საკუთარი ნახევრიდან მიიღო თანაგუნდელისგან პასი და რა თქმა უნდა შვიდად და წნარად მოათავსა ბურთი კალათში. ყველაზე შედეგიანი ამ დროისთვის 24 ქულით არის კრისტოფერ ბარტონი ურუგვაის დელტადან. მან 6-დან 3 სამქულიანი მოათავსა 50%-იანი სიზუსტით ისრო და აქვს ასევე 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა. მისგან და ვალერიან წულეისკის ჰქონდა 8 ქულა. რაც შეეხება რაშს, აქ 22 ქულით ანდრე ვეერიას აუკეთესო. 11 ქულა სერგი ნინუას, 8 ქულა ევან მელეგანს, 6 ლუკას ზაქრაძეს და 4 ტომას. ასევე შეწყვეტი შემოსულ სკანდალ შემოსულ რეგულარიზაციის 4 ქულა. ზაქრაძე შევიდა ვერ ჩააგდო, წულეისკირი ჩარიმდება. ნება 2 ტყორსა. 2 საჯარი. 19 ქულით არის წინ რაში. და ზაქრაძის აქ შანსი კიდევ უფრო გაზარდოს ეს უპირატესობა პირველი ვერ გამოიყენა. მეორე ჩააგდო და აი ახლა ზუსტად 20 ქულით არის წინ რაში 58-ით 28. ბარტონი კი აგრძელებს ქულების მოგროვებას, თუმცა მას თანაგუნდელები ვერ უბავენ სათანადო ხარს უკვე ვაჩდები 27 ქულანის სამიანი მორიგი. აქ ვეირმა ასევე მორიგი 2 ქულა აიღო 60-41 წულეისკირი ბურთით. მელიგანი ეთამაშებოდა და ჩაჭრა კიდევაც ამ ბურთს ძალიან მარტივად მოათავსებს კალათში 62-41. როგავას დაკრაძე ეთამაშება ჭიდროთ. წულეისკირის პარაშუტი ჩავარდა. ნინუა ბურთით. გაუშვეს სამიანი მოკლეა. მოხსნა მანიჟაშვილმა და ბარტონი ბურთით. როგავას შორეული კორცნა არ ვარდება ბრძოლა ბურთისთვის. მანიჟაშვილს აართვა ტომასმა, შემდეგ კი წინააღმდეგ დაჯარიმდნენ. ეს ბარტონი გახლავთ. მესამე გუნდური დელტას ერთი აქ მხოლოდ რაშს. ის გავიდა მესამე მეოთხედის ნახევარი. რა კარგი შესვლა ზაქრაძის 64-43.
სიტყვა გაუშვა სამიანი ჩააგდო. ვერ შეიმაგრა ბურთი ხელში ვერმა, მაგრამ იქვე დამხმარით გაჩნდა ნინოა, აიღო ბურთი და ესეც მისი მორიგი ორი ქულა. აქ ბარტონი ცდილობა კიდევ ერთი სამიანი ჩაეგდო არადოსკია და სწრაფი შეტევა გამოვა რაშისა. ნინოას პასის შემდეგ ტომასი ცდილობდა აიღო ორი ქულა, მაგრამ როგავა ჯარიმდება ამის წინააღმდეგ, იქნება ორი სროლა. თომასი თქვენს ეკრანებზე აქ ხასიათია რა თქმა უნდა და კარგი ხასიათმა ვერ უშველა იმაში რომ ჩაეგდო ბურთი კალათში. ნახოთ მეორე შესაძლებლობა. მეორე გამოიყენა 67-46. ბარტონი ბურთით უჩუხიძია ბლოკზე როგავა შეიარა სამწამიანში, შემდეგ ცდილობდა ფარზე შესვლას არ გამოვიდა, დაიკარგა ბურთი და მელიგანმა აიღო. შემდეგ ორი ქულა კიდევ უფრო გაიზარდა რაშის უპირატესობა 70-46 აქ როგავამ გაუშვა შორეული. არ ჩავარდა, ბარტონმა მოხსნა თავად შეუტევს, კი ბატონო, ცუდად ძალიან. მე რაღაც სათქმელი ვარჯიშის სპარინგის ხასიათი მიიღო მატჩმა, მელიგანმაც მოაგროვა გულები. ეს სპორტსმენიც არ გამოდგა რუსმანაშვილის შედეგიანი, თუმცა ბურთი რჩება დელტას. რევაზ როგავა. ცდილობს ტომას. აიწია გაუშვა, ჩავარდა ვის ბურთი ბარტონს ეხლა მან ყორცნავან ჩააგდო. 29 ქულა აქვს ბარტონს უკვე. მაგრამ მარტო მისი 29 ქულა ნახევარზე მეტი რაც აქვს დელტას მოპოვებული არ ყოფნის საქმეს. მოგალაძებესობა შორიდან არ ჩავარდა, სწორედ ბარტონი ბურთით შევიდა სამწამიანში და იქ ის წინააღმდეგ დაჯარიმდა. მელიგანი ორი სროლა იქნება. ოცდაათიან ზღვარზე ბარტონი. ვერ გადალახა ჯერ. კიდევ პირველი წორცნა იმის გამო რომ შედგეს ფეხი სამწამიან ზონაში გაუკვდა და თავიდან შეასრულა ბარტონმა და ესეც ორი ქულა ჯამში, ანუ 31 ქულით არის წარმოდგენილი კრისტოფერ ბარტონი. ვეირმა ჩააგდო და გამოიმუშავა მინუს 1 საჯარიმო ყორცნას. რამდენი ქულა აქვს ვეირს? ვეირს 4 ჰქონდა, მოხდება 25.
თომასი თავადვე გამოიტანა, თავადვე შევიდა, თავადვე ჩააგდო. ერთი კაცის თეატრი ვიხილეთ. აქ ბარტონი აგრძელებს თავის ფულების დაგროვებას 76-52. ბოლო 2 წუთი ამ მეოთხედისა გოგალაძე ვერზე ჩაგდება სამწამიანში, რა თქმა უნდა, აღარ გაუჭირდება ფულების აღება ცენტრს რაშისა. და 7 ქულა დაუგროვდა უკვე ვერს. და 13 მოხსნა. 6 მეტოქის ფაზზე 7 საკუთარზე. თომასის სამიანი ვერ უწევს მიზანს. შეშვის გაარდებინის ფეხშელიდან და თომასი. მელიგანი ამოძრიალ და ბურთი კალათიდან ამჟაშვის ჩაუვარდა ისრეთში და ბარტონი წყნარად გადადის მეტოქის ნახევარზე დინჯი ნაბიჯით. რამდენ ქულას გააგროვებს საბოლოოდ ბარტონი რაღაც პირადი შეჯიბრი გამართა რაშის გააგრძელებთან. თომასი პასი ვერზე გაუტრიალდა კუჩუხიძეს, ჩააგდო. და იქნება +1-იც. ბარტონი დასასვენებლად გავიდა. ვერ ჩააგდო ის ხორცნა, გამოიყენა საჯარიმო ხორცნა, ვერმა გვაქვს 80-52. უჩუხიძის საშუალო არ ჩავარდა, გოგალაძე მოხსნა. შემდეგ მელიგანი თავადვე იბრძოდა, მაგრამ წულეისკირმა როგორ ჩიტყვიან ჩამოვიდა ბურთი და სოლო რეიდი თვითონ წამოიწყო, გადაიდაკიდეს მეტოქის ნახევარზე. უსმანაშვილი შემდეგ ბურთით. გაუშვეს სამიანი არადოსი. და წინ გრძელი პასი მელიგანის მისამართით ბოლო წამებზე ვერ მიაღწია ბურთმა ადრესატამდე და გოგალაძე თომასზე გამოიტანა ბურთი, უჩუხიძე აქტიურია მის წინააღმდეგ, შემდეგ მინვა შორეული ყორცნა, ჩავარდა ბურთი, მეთოვლივი ძალისხმევით წულეისკირმა და ბარტონმა დაიტოვეს ის, შემდეგ გოგალა შესულა და 2 ქულა. პასუხი გოგალაძისგან 82-54. ბარტონი როგავა წულეისკირი, ვერი აღიმართა მის წინააღმდეგ. შევიდა წულეისკირი, სადა აერიდებინა თავიდან ვერის წინააღმდეგობა, საბოლოოდ გვაქრა. ჯარიმე იქნება სროლები. ჩააგდო პირველი წულეისკირმა. 22-54. და 82-56.
ნინოა ცუდი გადაცემა თუმცა თომას ხელიდან ტოვებს ბურთი მოედნის პარტნიორს რჩება რა შეტევაში გოგალაძე ნინოა შორეული ყორცნა ჩავარდა გოგალაძე უფლება აიწია ერთმან ჩააგდო თომას რა თქმა უნდა აჯობებს ვეირი საბოლოოდ ბურთი ვის და ისევ მარტონს უკაცრავა თომასას გადავიკიდოთ თომასი მეორე მხარეს თამაშობს მარტონისგან დატოვა ბურთმა მოედნის ფარგლები თომასი კი თავაზობს ყველა პარტნიორს გოგალაძეს თავს მიიღო კიდეც ბურთი უსმანაშვილი უშლის ხელს მაგრამ არ შეეპოვა ამ ყველაფერს პირველი ნომერი რაშსა და გადაკიდა ბურთი კიდეც კალათში როგავა ავადვე შეუჭია და არაზუსტად თომასი ბურთით კი უჩუა ჯარიმდება საინტერესოა რომ რაშიდ ლევანდელ შეხვედრაში 7 კალათბურთელის ამარა გადის ფონს გიორგი მეცხოვრიშვილი და დენ გაკიც არიან განაცხადში მაგრამ ისინი ჯერჯერობით ერთი წამითაც არ ჩართულან თამაშში ესეც გასაფასებელია რაც ძალიან ბევრ შეხვედრაში მოუწია 7-8 კალათბურთელის ასპარეზობა და ეგრანი აქცია კიდეც წარმატებას გოგალაძე ჩაგდო გაზარდა კიდევ უფრო უპირატესობა თავის გუნდის 26-56 კულა დაფიქსირდა უსმანაშვილი შევიდა არ ჩავარდა იქნება ორი სროლა გოლს გულიაშვილი რეგულობს პერსონალურს ესეგრანებზე კი 1 ნომერი ლევტასი უსმანაშვილი პირველი ჩააგდო მოთავსა მეორეც 26-58 გოგალაძე არავინ ისიც გაუშვა სამიანი მაგრამ არ ჩავარდა მოხსნა წულეის ფირმა და ბარტონი ბურთით გაუშვა არც ეს ჩავარდა ბარტონის ყოცნა გაიყინა ჯერჯერობით 33 კულაზე ბარტონი გოგალაძე პასი ვეირმა მოხსნა გულიაშვილის ყორცნის შემდეგ ბურთი და კი 2 კულა და ის გაუთანაბრდა უკვე ბარტონს რომელიც ახლა ცდილობს გაასწროს და გამოდის კიდევაც 35 კულა ბარტონის 33 აქვს ვეერს გოგალაძე შევიდა ჩავარდა ბარტონი კვლავ იცია საშუალო ესროლა არ ჩავარდა შემდეგ ბრძოლა ბურთისთვის ნინოა რა კარგად ითამაშა თითქმის გასული ბურთი დატოვა მოედნის ფარგლებში და გოგალაძეს შედეგიანი გადაცემაც გაუკეთა 90-60 ვაუ 30 კულა კარგი იყო ამ ეპიზოდში ხუჭვა აი 2 კულა გოგალაძე თომასმა შესთავაზა თავი და მიიღო კიდეც პასი ვეირი ჩაგდო ჩაითვალა
12-62. და ეხლა უკვე ვერი გახდა ლევანდოვსკის შეხვედრის ბომბარდირი. ნინუა იმდოდა ბურთის სვერაფიკი დამაჯობა ბარტონი. ჩაგდო როგორი რთული ბურთი მიუხედავად იმისა რომ უფარებდა გულიაშვილი მაინც მოათავსა. მიდის ჭიდილი ყველაზე შედეგიანი მოთამაშის ტიტულის ლევანდოვსკის შეხვედრაში ბარტონსა და ვერს შორის. დაკარგა ბარტონმა ბურთი, გოგალაძე ამას ჩააგდოს რა თქმა უნდა, ასეც არის. 97-64. +1. ბარტონს 37 ქულა აქვს, უკვე 36 აქვს, ერთი ქულით ნაკლები ვერს. +15 მოხსნა აქვს ვერს შესრულებული. გოლაძის 13 ქულა ლევანდოვსკის შეხვედრაში. მეორე ბომბარდირი 17 ქულით სერგინინოა მელიგანს აქვს 14 ეს რაში შემადგენლობაში. სპორტსმენშორული არ ვარდება. სმარტ უჩუქის ხელიდან დატოვა მოედნის პარკლები. გოლაძე მელიგანი ტომასი ნინუა შორეული ჩაგდო სერგი ნინუა სამი ქულა და უკვე მისი მონაგარი 20 ქულას გაუტოვდა. იმის 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა აქვს სერგი ნინუას აქტი. ბარტონმაც გაზარდა თავისი სტატისტიკა. ნინუას კიდევ ერთი მცდელობა, ესე ზუსტია, ბრავო სერგი ნინუა. 104-67. აქ ბარტონი შეაჩერა მოედნის ცენტრალურ ნაწილში ამძაბული ხერხით. 104-67. 40 ქულას არც არაფერი უკლია. 37 ქულით არის წინ რაში. აქ ბარტონი შეეცდება კიდევ აიღოს ქულები და ასეც მოხდება მელიგანი დაჯარიმდა მის წინააღმდეგ. 2 ქულა ჩაითვალა. ლუს ერთი საჯარიმო ხორცნა. ორმოცი ქულა აქვს უკვე ბარტონს. ესეც 40-თან მეერთე. ო 43. კოლია ბარტონს უკვე აქ ჯარიმა. ვერს აქვს 36.
3 წუთი 53 წამი საფინალო სირენამდე და მატჩის გასრულებამდე შეიძლება თავამად თქვათ. რადგან გარკვეული აქ უკვე დიდი ხანია შეხვედრაში გამარჯვებულის ვინაობა. ვერი კარგხასიათია და ხუმრობის ხასიათია დამდგარი. ბარტონი კი შეიძლება კიდევ ერთი გოლა აიღოს და რატომ ერთი და არა 2. ასეც ხდება. ასოთი 72. თომასი შევიდა და კარგადაც 2 გოლა. 106-72. ვერის დაფარება, გამოიწყო შეტევა. კარგი პასით ზაქრაძემ შეუშვა თომასი კარზე, ანაც 108-მდე აიყვანა არაშის გულები. მერამდენი მოხსნა ვეირის პესა, ძალიან გზელი პასი, ფარფეში სულიად მარტო ნელიგანზე და 110-72. არტონი დიდათ მას არც უშლიაშეს აგროვოს გულები და რეკორდსმენიც ხდება მდინარე რეგულარულ სეზონში გულების მოპოვების მხრივ. ვერმა პირველი შანსი ვერ გამოიყენა, ვერც მეორე, მესამეზე კი დაუფარეს, მესამე მცდელობა, მესამე შანსი. დაუფარეს როგორც წესების დარღვევით. მანიძაშვილი დაჯარიმდა. ჩააგდო პირველი ვერმა. მეორე ვერ გამოიყენა. ურთი დელტას ამასობაში ბარტონს აქვს 47 გოლა. ვერს 27. ნელიგანი სუდი გადაცემა ვერმა ვერ მიიღო ეს პასი. ბარტონი გაიწევს 50-იან ნიშნულისკენ. ერთი სამიანი რა უნდა სამისოთ. აი დადგა კიდევაც გაუშვა ვერ ჩააგდო. თუმცა დრო კიდევ არის სამისოთ. ზაქრაძე რა კარგი შესვლა და 2 გოლა. 113-74. სვანაშვილი თავაჩეუტია, ვერმა დაუფარა თომასი. გაუშვა მანაც სამიანი, არც ეს ვარდება. ურთი დელტას. წუთი 24 წამი მატჩის ოფიციალურად დასრულებამდე. ბარტონის სამიანი არ ვარდება. სრულიად უმეთვალყურეობ მოსმანაშვილი არ ესროლა, ისევ ბარტონზე თამაშობენ. კი ბარტონი გაუშვა, არ ჩავარდა. არც ეს ვარდება. იჯაშვილის კოცნის შემდეგ ზაქრაძე ვეირიმაც გაუშვა სამიანი და ჩავაგდო.
სამიელის გარდა ყველაფერი ქონდა ამის წაგდებული თითქმის და ეხლა გამოვიდა პერიმეტრზე მარტოს აღარ უმართლებს 50 ქულამდე ვეღარ ავიდა ვერი შევიდა ჩაგდო ბოლო წამები აქ ალბათ აღარ შეუტევენ არც ერთი არც მეორე გუნდის კალათბურთელები არა ურთი მისცეს მარტოს და გააკეთა 50 ქულა როგორი ჟესტი იყო მელიგანის მხრიდან დაამყარებინა რეკორდი 50 ქულა ესე გაიყვანენ დროს 18-64 გაიმარჯვა რაშმა გადაინაცვლა მე-9 ადგილზე ასე ვთქვათ სამშვიდობოს გავიდა თუმცა წინ კიდევ არის შეხვედრები